დამაკავეს 2009 წლის 10 ივლისს. მომათავსეს დავის მეორე საფრთხეობაში. გავატარე 5 დღე ეგვიწოდებულ საკარანტინო საგანში. საკარანტინო საგანში ხდებოდა სასტიკი ცემა, არადამიანური მოთხრობა და დაშლის დროს დაახლოებით დავყავით 5 დღე, დაშლის დროს იგივე გამოვიდა ხდებოდა პოლემოზე, დაშლაზე სერვის სერვდნები არადამიანურად მოთხრობოდნენ, რომლის შემდეგაც გადავგანაწილეს მესამე კორპუსის B100 კამერაში და სადაც დამხდნენ პატრიოტები შოთაშალიძე, კახაბ ჭელიძე, ვიტალი როყიშვილი რამდღომარეობაში იყვნენ ბატონოვის პატიმრები თქვენ როცა შეგიყვანეს საკანში როგორც გამიმართეს ბიჭებმა კამერიდან მიგდიან სამოსული სხვა კამერები დაშალეს და იქ განათავსეს 100 კამერაში. მე რო შევედი დამხდნენ სასტიკად ნაცნობები სულ ყველა რა აბსოლუტურად. ამოზეცეთობოთ ეს ასე მისულიდა ყველა იტკიებდა რა თითქმის გადაადგილება არავის არ შეიძლება. თქვენ დაახლოებით რამდენი ხანი საკანში იმყოფებოდით შოთაშანიძესთან დაახლოებით რა პერიოდი იყავით? თლიანობაში. თლიანად 11 თვის განმავლობაში ვიყავით ჩვენ ერთად. და ამ 11 თვის განმავლობაში შეისწავლით თუ არა შოთაშანიძეს ჩანიძის მიმართ განხორციელებულ ცემას არადამიანურ თუ იყო ასეთი ფაქტები ეს გასაგებია რომ როდესაც თქვენ შეხვედით კამერაში დახვდათ ყველა ნაცემი მათ შორის შოთაშანიძე მაგრამ შემდგომში თუ ქონდა აი ამ 11 თვის განმავლობაში რომელსაც თქვენ ამბობთ რომ ერთად იყავით უშუალო შემსწრე თუ ხართ ამისი და იქ ხონდა თუ არა კი ძალიან ბევრი შემთხვევები იყო ძალიან ბევრი შემთხვევები იყო და როგორ ცემდნენ აი ძირითადად სათხრებოდა დაზიანებების მიყენება რა შემდგენ უფრო სხეულზე და თავის არეში რა გავყავდით აბანოში აი გოპრობოდნენ კიდევ რა ფაქტების გახსენება შეგიძლიათ კიდევ ძალიან იყო შემთხვევები, როდესაც საქმიდან გაიყვანეს და უშუალოდ ცალკე პირადად ჩამეძე და შემოიყვანეს ნაცემი. იყო შემთხვევები, როდესაც მე მქონდა შემთხვევა სასამართლოზე ერთად ვიყავით, სააპელაციო სასამართლო იყო, იმასაც სააპელაციო უკავდებოდა და მეც, როდესაც ორივე ვქცევდას ერთად. იყო შემთხვევა, რომ სასამართლოზე წაყვანილი მაშინ მე ავიყავ მაგასთან ერთად შემოიყვანეს ნაცნობ მდგომარეობაში სასტიკად ნაცემი იყო უეყოდი კიდევ რამოდენიმე შემთხვევა იყო რა იყო შემთხვევები როდესაც აბანოში გავიყვანეს ერთად ქცევას იყო შემთხვევა ფსიქიატრულ სამართლობაში ყავდათ ეს წაყვანილი გამოკვლევაზე და გამოკვლევიდან რომ მოიყვანეს ძალიან გამხდარი იყო და თან იყო სასტიკად ნაცემი რა მთელი ერთი კვირა ფეხზე ვეღარგებოდა ულიდით ჩვენ რა
თვითონ უშუალოდ რომლებსაც ახლა ვეღარ ვიხსენებ, რა თან ისეთი აუდიტორობა გვაქვს ისეთი, რომ გარემო როგორ იყო თვითონ აი ვიყავი კიდევ თითქმის იმის, როდესაც წელი გამოიჭრა შამიძემ იყო ძალიან სულ მდგომარეობაში, მაშინ სასამართლოდან იყო მოსული. სასამართლოდან მასელი მოვიდა, მერე ითხოვდა წამალს. წამალი მას დანიშნული იყო, აი წამალსაც აევალებდნენ. მერე მოითხოვა ექიმი მაინც მომიყვანეთო, ძალიან სულ მდგომარეობაში იყო. ეს თანამშრომლები არათუ მოყვანის უფრო დასცინოდნენ და ძალიან უხეშად ექცეოდნენ. ამ დროს მე თვითონ ვიყავ მანძილზე, როდესაც წელი გამოიჭრა. 11 თვის განმავლობაში როგორ გარემოში იმყოფებოდით? არა ადამიანი ვარ. ჯოჯოხეთი იყო მასიურად ხდებოდა პატიმრების ცემა ასად კამერაში რა. ყოველ ღამეს უყურებლის თქმა გამოდიოდა ეს ცალკე ჩვენს, იყო შემთხვევები რომ გამოყვანებდნენ და არა